მოგესალმებით, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევისთვის. ბუნებრივია, ეს არის კამპანიური პროცესით, მაგრამ ამის მიღმა ჩვენ ამ საკითხებზე უკვე პარტიაში ძალიან დიდი ხანია ვმუშაობთ. თბილისის 10-ვე რაიონიდან გამოთხოვილი ქონდა ინფორმაცია ავარიული შენობების შესახებ და ჩვენ ვიცით, რომ თბილისში 10,000-ზე მეტი ავარიული შენობა არის, ეს თვითონ კახი კალაძემ თქვა ერთ-ერთ ინტერვიუში. მაგრამ რომ მივიღეთ დიანას სიები რა წარმოუდგენელი რაღაც იყო, გაცილებით ნაკლები რაოდენობა იყო, ანუ გამგეობებმა გამოგვიგზავნეს რეესტრი ავარიული შენობების, მაგრამ სია იყო ძალიან შეზღუდული, ანუ არანაირ 10,000-ზე იქ არ იყო საუბარი რაოდენობაზე და შემდეგ რომ გადავამოწმეთ ჩვენი ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელები, წევრები მივიდნენ ადგილზე და თურმე ეს არის სია, სადაც გარკვეული კავშირები აქვთ მოსახლეობასთან და მეტნაკლებად დაკმაყოფილებული ყავთ ეს ხალხი. ანუ მოგცეს სია ძალიან მცირე ნაწილი ამ საერთო პრობლემის, სადაც ზოგი აღმოჩნდა ქოცი ქართული ოცნების ასე ვთქვათ კოორდინატორი ან მათთან დაკავშირებული პირი, ანუ ძირითადად თავისი პარტაქტივის მისამართები გამოგვიგზავნეს, სადაც ეს სამუშაოები ასე ვთქვათ მიმდინარეობდა, მაგრამ აღმოჩნდა უამრავი სახლი, უამრავი შენობა ავარიული, რომელიც სიაში არ იყო და აი ამ პროცესში ჩვენმა წევრებმა, ჩვენმა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ადგილებზე ნახეს. ჩვენ შემოვიარეთ გდანიც, ნაძალადევი, ჩუღურეთი, მთაწმინდა. დღეს ქონდა ბრიფინგი ისანში. აღსანიშნავია ის ამბავი, რომ როცა მე პირადადაც დავდიოდი ამ ადამიანებს ხვდებოდი, მნიშვნელოვანია ის ამბავი, რომ არის ისტორიები, როცა 2013 წლიდან 2014-15 წლიდან ადამიანები მუდმივ რეჟიმში მიმართავენ მერიას, იბრძვიან ამ თავისი პრობლემის მოგვარებისთვის და ეს პრობლემა არის ისეთი, რომ ერთი მხრივ საფრთხეს უქმნის კონკრეტულ ავარიულ შენობაში მაცხოვრებელ ადამიანებს, მეორე მხრივ საფრთხეს უქმნის გამულელებს. დღეს ახლა ისანში რო ქონდა ბრიფინგი, აი ძალიან ბევრმა ტურისტმა გაიარა და ჩერდებოდნენ ამ ჩამონგრეული თაღების ქვეშ, იღებდნენ ფოტოებს. ანუ იმ ტურისტებისთვისაც რაღაც ის იყო, აი ეგზოტიკა იყო, რაღაცა ცოტა მახინჯი ეგზოტიკა, როცა ამ გადმოვარდნილ აივნებს უღებენ ფოტოებს და განსაკუთრებით დამამძიმებელი იყო ის ამბავი, რომ აი ესეთი ადამიანური ისტორიებისგან დაცლილია საერთოდ დღეს ქართული პოლიტიკა, როცა ვესაუბრებოდი ადამიანებს, დღეს ჩვენ მივედით აი თქვენ აღნიშნეთ კონკრეტულ პრობლემაზე, ავარიული სახლების პრობლემაზე, მაგრამ ამ ქალბატონთან უკვე კომუნიკაციაში რო შევედი და რაღაცნაირად გავუშინაურდით ერთმანეთს და გულახდილი საუბარი რო დავიწყეთ, იმდენი პრობლემა მიება ამას ყოფითი ადამიანური პრობლემა, რომლებიც ამძიმებს ადამიანებს. აი მაგალითად ჩემი შვილი არის ემიგრაციაში. ეს ქალი ახლა ცხოვრობს მაგ ბინაში, რომელ შენობასთანაც დღეს ვიყავით და აი ყოველ ღამე მირეკავს, ხანდახან ღამის 3 საათზე დამირეკავს, აი შიში არის იქ შვილი წასული თქვა შეიძლება საზღვარგარეთ, ეს ქალბატონი აქ და ესეთი ისტორიები არის ძალიან ბევრი დაკავშირებული ამ ამბავთან და ეს იქნება ვინაიდან მაინც თქვენ საარჩევნო პროცესში ხართ შესული, ეს იქნება თქვენი კამპანიის ერთ-ერთი ხაზი, აი რა იქნება თქვენი მთავარი სათქმელი თბილისში. გინდა არ გინდა, ეს იქნება ვთქვათ შიდა თუ ხელისუფლებიდან თუ შიდა ოპოზიციურ ფლანგზე დაპირისპირების ფონზე თქვენ მოგიწევთ კამპანიის წარმოება. კი, ანუ ჩვენ უყურეთ, როცა მოხდა ეს უბედური შემთხვევა, ძალიან ტრაგიკული ამბავი, რომელიც პრინციპში კანონზომიერი შედეგი იყო თბილისის მერიის მაღალჩინოსნების და კონკრეტულად კახი კალაძის უპასუხისმგებლობის, ჩვენთან შემოვიდა მომართვები. მე ვგულისხმობ სადგურის მოედანზე, რომ ჩამოვარდა ავარიული შენობა და ორი აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანი იმსხვერპლა, ეტყობა ამ ამბავმა, ჩვენ ეს ამბავი ძალიან ისე ჩვენ თქვენს ეთერშიც ვიყავით, აქაც ვისაუბრეთ და ეტყობა მოსახლეობამ, რომ ნახა ამ თემით დაინტერესებული იყო ჩვენი კოალიცია ლელო ძლიერი საქართველოს, შემოვიდა მომართვები. ჩვენ შემდეგ გამოვწიეთ ეს ინფორმაცია, ეს წერილები, ჩვენს ანალიტიკურ სამსახურს ჰქონდა ბუნებრივია ეს სიები და ავტომატურად ბუნებრივად ეს საკითხი, რადგან დღის წესრიგში შემოვიდა ჩვენს პოლიტიკურ დღის წესრიგშიც, ჩვენ ამაზე ვმუშაობდით, მაგრამ უფრო აქტიურად ამაზე მუშაობა დავიწყეთ იქიდან გამომდინარე, რომ მოქალაქეებმა თვითონ მოგმართეს. ისნიდან ახლა დაახლოებით 30-მდე მომართვა არის, ბუნებრივია თითოეულ მისამართზე ვაპირებთ გასვლას, გუშინ ვიყავით ასევე ჩუღურეთში, გოგოლის ქუჩაზე, სადაც ანალოგიურად თვითონ მოსახლეობა მოგმართა და ეს საკითხი ავტომატურად იქცა ერთ-ერთ საკითხად ჩვენი მთავარი, ასე ვთქვათ, კამპანიის. კი ბატონო, ნიკა, ასევე მინდა კითხო, პრინციპში წინა კითხვაშიც ჩავაქსოვე, მაგრამ იმ ფონზე, როდესაც რთულია ძლიერია რესურსებით, შესაძლებლობებით,
რეპრესიული წნეხით, კანონებით, ასე შემდეგ ყველანაირად მთავარი ოპონენტი, ეს არის ქართული ოცნება, ასევე თქვენ ამ კამპანიის წარმოება, ამ საარჩევნო პროცესში ყოფნა გიწევთ შიდა ოპოზიციურ ფლანგზე ძალიან სერიოზული წნეხის ქვეშ, როცა პარტიების ნაწილი ამბობს, რომ ეს არის რუსული არჩევნები, რუსული სპეცოპერაცია და აქ შესვლა არის რეჟიმისთვის სიცოცხლის მიცემა. აი ამ ფონზე როგორ წარმოგიდგენიათ კამპანიის წარმოებაც, კანდიდატების შერჩევაც, ხშირად უპარტიო და ნეიტრალური ფიგურების მონახვაც, რომელიც შეიძლება თქვენთვის და გახარიას გუნდისთვის რახან თანამშრომლობა გაქვთ იყოს თანაბრად ხელსაყრელი და ასე შემდეგ. ანუ ამ გამოწვევებს როგორ პასუხობთ? სიმართლე რომ გითხრათ, ეს გამოწვევები თავიდან უკვე დაახლოებით ალბათ 1 თვის წინ, 2 კვირის წინ უფრო რაღაცნაირად ჩვენთვის შეიძლება რაღაც სირთულეს წარმოადგენდა. ეხლა ეს ბარიერი ჩვენ გადალახული გვაქვს. აი სად ჩანს ეს გადალახული ბარიერი? ნუ პირველ რიგში ჩვენ თავში, იმიტომ შეუძლებელია იარო ქუჩა-ქუჩა მოსახლეობას ესაუბრო, თუ რაღაც შინაგანი სიმყარი არ გაქვს, როგორც მორალური, ისე პოლიტიკური, მე აბსოლუტურად არ მიჭირს ჩემს თანაგუნდელებს, რომ ვიაროთ მოსახლეობას და როგორც გითხარით, დღეს აგენ მთელი ისანი შემოვიარეთ, ხვალ ჩუღურეთში მივდივართ, მე ნაძალადევში წავალთ. ანუ ამ მხრივ ჩვენ კომპლექსები არ გვაქვს ნამდვილად. რაც შეეხება ხალხის განწყობა როგორია? თქვენ ამ მომრჩეველი ყავთ იდენტიფიცირებული თუ ზოგადად ხალხის განწყობა არის ძალიან ძიმე, აი დღევანდელ ამბებს მე მინდა ხოლმე რაღაც ხელშესახები ვთქვა, რასაც უშუალოდ ვაწყდები. ძიმე ცხოვრების პირობებით თუ მე ვამბობ განწყობა არჩევნებზე მისვლის კუთხით. ყველაზე მეტად რაც გამოიკვეთა აი დღევანდელი შეხვედრებიდან, თუნდაც გუშინდელი შეხვედრებიდან არის ის, რომ ამ ადამიანებს აბსოლუტურად აღარ აქვთ ქართული ოცნების იმედი. დღეს ის ქალბატონი ჩაერთო კიდევაც ბრიფინგში, თვითონაც ეს თქვა ზუსტად, რომ იყო ჩვენს ეთერში. უკვე 2013 წლიდან თქვა ამ თემას მუშაობ, ჩემს რესურსებს ხარჯავ, დროს ხარჯავ, მაგრამ მიუხედავად ამისა ვერანაირ შედეგს ვერ მივაღწია და ამ ხელისუფლების იმედი აღარ მაქვს. ყველაზე მთავარს, რასაც ჩვენ ვაწყდებით, არის ეს, რომ ადამიანებს უკვე აღარ აქვთ ამ ხელისუფლების იმედი და მათ ჭირდებათ ბუნებრივია ალტერნატივა. მე მესმის, რომ ჩვენ ძალიან მასშტაბურ დიდ პოლიტიკურ თემებზე საუბრობ და ეს არის ეგზისტენციალური საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის, როგორიც არის შესაძლოა ასოცირების ხელშეკრულების გაჩერება, შესაძლოა ვიზა ლიბერალიზაციის გაჩერება, მაგრამ ამის მიღმა არის ადამიანური ყოფითი პრობლემები და ეხლა ამ ქალბატონსაც და კიდევ ბევრ მოსახლეს, რომლებიც ავარიულ სახლებში ცხოვრობენ, ის ევროკავშირი და სიკეთეები, დასავლური ღირებულებები, ფასეულობები ადამიანს უნდა ჯამრთელს და ცოცხალს, ხო? თუ ჩამოენგრევა ის სახლი და ის სახლი მოიყოლებს, ის კედელი მოიყოლებს ამ ადამიანს ქვეშ, ბუნებრივია ისიც ფიქრობს ვიზა ლიბერალიზაციაზეც და ბევრ სხვა სიკეთეზე, დასავლურ სიკეთეზე, მაგრამ მას უდგას ყოველდღიური ყოფითი პრობლემები და უნდა იყვნენ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც მის ამ ყოფით პრობლემებს უპასუხებენ და რაღაც იმედს ჩაუსახავენ. როგორც გითხარით, ადამიანები არიან უიმედობაში, არიან ნიჰილიზმში და ჩვენი გამოჩენა, ჩვენი მისვლა უყურედიან არის და არჩევნებზე სხვანაირად ხო არ მოგმართავდნენ. უყურეთ, აი ლოგიკას რო გავყვეთ, რატომ მოგმართავდნენ ჩვენ კოალიცია ლელო ძლიერ საქართველოს, რომ მათთვის რაღაცა იმედს არ წარმოვადგენდეთ, ნუგეშს არ წარმოვადგენდეთ, არ წარმოვადგენდეთ ძალას, რომელიც მათ გვერდში დაუდგება ამ პრობლემის გაშუქებაში დაეხმარება, რეზონანსში დაეხმარება. სხვათა შორის ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადოთ თქვენს ტელევიზიას, რომელიც ოპერატიულად მოვიდა ადგილზე, იყო კიდევ იქ ფორმულა, იყვნენ სხვა ტელევიზიები, სხვათა შორის, მაგრამ ეს აღნიშნული პრობლემა მე ხლა არ დავასახელებ შეგნებულად ამ ტელევიზიებს, მაგრამ არ გააშუქეს ეს ამბავი და ადგილიდან წავიდნენ, რა ძალიან სამწუხაროა. ნიკა, დიდი მადლობა. მადლობა, ნიკა ჩერქეზიშვილი იყო ჩვენი სტუმარი. 4-იანი დასრულდა, 6-იანზე შევხვდებით ერთმანეთს. დროებით. დიანა, დიდი მადლობა. მადლობა.